ბოლო წუთამდე ვიფიქრე, რომ ეს მხოლოდ ტელეფონის ზარი იყო, ამბობს ტენგიზ კიტოვანის პირადი მცველი, რომლის ხელები 30 წლის შემდეგაც კი კანკალებს. მაგრამ როცა შევარდნაძემ თქვა, მოდი ვისაუბროთ პირადად, ვიცოდი, რომ ეს უკვე არ იყო უბრალო საუბარი. ეს იყო გარიგება. გარიგება, რომელიც შეცვლიდა საქართველოს ისტორიას. რას იცოდა ეს ადამიანი, რაც ჩვენ არ ვიცით? ამ საღამოს სამი ყოფილი წევრი კიტოვანისა და იოსელიანის შიდაწვრიდან პირველად საუბრობენ იმ საიდუმლოებებზე, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ინახავდნენ. მათი გამოცხადებები შეცვლის ყველაფერს, რასაც ფიქრობთ, რომ იცით 1992 წლის მარტის შესახებ. რატომ დარეკა კიტოვანმა შევარდნაძეს? რატომ დათანხმდა თეთრი მელა ამ გეგმას? და რაზე დუმდნენ ისინი 30 წლის განმავლობაში? თბილისი იხრჩობოდა ქაოსში. 1991 წლის დეკემბრიდან ქალაქი იყო სამოქალაქო ომის ზღვარზე. გამსახურდიას მთავრობა იჯდა პრეზიდენტის სასახლეში, გარშემორტყმული ოპოზიციის ძალებით. ქუჩებში ისმოდა ავტომატების ტრაკუნი. ხალხი იმალებოდა სარდაფებში. მაგრამ რაღაც სხვა ხდებოდა ჩრდილში, რაზეც არავინ საუბრობდა. ორი ძლიერი ფიგურა, ტენგიზ კიტოვანი და ჯაბა იოსელიანი, იკრიბებოდნენ ფარულ შეხვედრებზე. არა იმისთვის, რომ ელმათ გამსახურდიასთან. არამედ იმისთვის, რომ დაეგეგმათ, რა მოხდებოდა მის შემდეგ. კიტოვანი იყო პრაგმატიკოსი, იხსენებს მისი ყოფილი მრჩეველი. მან იცოდა, რომ გამსახურდიას დამარცხება იყო დროის საკითხი. მაგრამ მან ასევე იცოდა, რომ ვაკუუმი იქნებოდა საშიში. საქართველოს სჭირდებოდა ფიგურა, რომელსაც ეცნობოდა მოსკოვი, ეცნობოდა დასავლეთი და რომელსაც ჰქონდა ლეგიტიმურობა. იოსელიანი კი ფიქრობდა სხვაგვარად. თეთრი მელა იყო ტაქტიკოსი, ადამიანი, რომელიც თამაშობდა გრძელვადიან თამაშს. მისთვის შევარდნაძე იყო ფიგურა, რომელიც შეიძლებოდა გამოყენებულიყო. მაგრამ რა ფასად? 1992 წლის იანვრის ბოლოს, როცა გამსახურდიას ძალები უკვე ტოვებდნენ თბილისს, კიტოვანმა გააკეთა ზარი. არა თბილისში, არა მოსკოვში, არამედ ბრიუსელში, სადაც შევარდნაძე იმყოფებოდა ემიგრაციაში. ეს იყო ძალიან მოკლე საუბარი, ამბობს ადამიანი, რომელიც იმ დროს იყო კიტოვანის გვერდით. ტენგიზმა თქვა, ედუარდ ამბროსის ძე, საქართველოს სჭირდება თქვენ. მოდით ვისაუბროთ. შევარდნაძემ არ უპასუხა დაუყოვნებლივ. მან დაელოდა 2 დღე. 2 გრძელი დღე, რომლის განმავლობაშიც კიტოვანი და იოსელიანი ელოდნენ პასუხს, რომელიც შეცვლიდა ყველაფერს. რატომ დაელოდა შევარდნაძე? რას ფიქრობდა იგი იმ 2 დღის განმავლობაში? ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ შევარდნაძე არ იყო იმპულსური ადამიანი. იგი იყო გამოთვლილი, ფრთხილი ადამიანი, რომელიც ყოველთვის ფიქრობდა 2 ნაბიჯით წინ. მან იცოდა, რომ დაბრუნება საქართველოში ნიშნავდა შესვლას ქაოსში. მაგრამ მან ასევე იცოდა, რომ ეს იყო შანსი. შანსი დაბრუნებისა, შანსი ძალაუფლებისა, შანსი იმისა, რომ გახდეს ის ფიგურა, რომელიც გადაარჩენდა საქართველოს. ან ასე ფიქრობდა იგი. როცა შევარდნაძემ საბოლოოდ დარეკა უკან, საუბარი გაგრძელდა 30 წუთზე მეტი. არავინ არ იცის ზუსტად, რაზე ისაუბრეს. არ არსებობს ჩანაწერები. არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტები. მაგრამ ადამიანები, რომლებიც იმ დროს იყვნენ კიტოვანისა და იოსელიანის გვერდით, იხსენებენ დეტალებს. ტენგიზი გამოვიდა ოთახიდან და თქვა, იგი მოდის, ამბობს ერთ-ერთი მათგანი. მაგრამ მისი სახე არ იყო ბედნიერი. იგი გამოიყურებოდა როგორც ადამიანი, რომელმაც ახლახან გააკეთა გარიგება, რომელიც შეიძლება მოგვიანებით შეეშალა. რა იყო ეს გარიგება? რა პირობები დააყენა შევარდნაძემ? და რა დაპირდა კიტოვანმა? იოსელიანი იყო უფრო ფრთხილი. თეთრმა მელამ არ დაესწრო პირველ შეხვედრას შევარდნაძესთან. იგი გაგზავნა თავისი ადამიანები, თავისი თვალები და ყურები. ჯაბა ყოველთვის თამაშობდა ორ მხარეს, ამბობს მისი ყოფილი თანაშემწე. მან იცოდა, რომ შევარდნაძე იყო საჭირო, მაგრამ მან ასევე იცოდა, რომ შევარდნაძე იყო საშიში. ადამიანი, რომელსაც ჰქონდა კავშირები მოსკოვთან, კავშირები დასავლეთთან და რომელსაც შეეძლო ერთ დღეს მოექცია მათ წინააღმდეგ. ამიტომ იოსელიანმა დააყენა თავისი პირობები. პირობები, რომლებზეც არავინ არ საუბრობდა ოფიციალურად, მაგრამ რომლებიც იყო ძალიან რეალური. 1992 წლის მარტის მე-7 დღეს შევარდნაძე დაბრუნდა თბილისში. აეროპორტში მას შეხვდნენ კიტოვანი და იოსელიანი. ფოტოები იმ დღიდან აჩვენებს 3 კაცს, რომლებიც იღიმებიან კამერებისთვის.
მაგრამ ადამიანები, რომლებიც იქ იყვნენ, იხსენებენ სხვა სურათს. ისინი არ ენდობოდნენ ერთმანეთს, ამბობს ერთ-ერთი მოწმე. შევარდნაძე იცოდა, რომ კიტოვანი და იოსელიანი იყვნენ ის ძალა, რომელმაც მას დააბრუნა. მაგრამ იგი ასევე იცოდა, რომ ისინი იყვნენ ძალა, რომელსაც შეეძლო მისი მოცილება. კიტოვანი და იოსელიანი კი იცოდნენ, რომ შევარდნაძე იყო ფიგურა, რომელსაც შეეძლო მათი გამოყენება და შემდეგ მათი განადგურება. პირველი შეხვედრა მათ შორის მოხდა იმავე საღამოს, დახურულ კარს მიღმა. არავინ არ იცის, რაზე ისაუბრეს. მაგრამ შედეგები იყო აშკარა. კიტოვანი და იოსელიანი მიიღებდნენ თავიანთ პოზიციებს. კიტოვანი გახდებოდა თავდაცვის მინისტრი. იოსელიანის მხედრობა მიიღებდა ოფიციალურ სტატუსს. მაგრამ რა მიიღო შევარდნაძემ? ძალაუფლება, ლეგიტიმურობა, თუ რაღაც მეტი? და რა იყო ის, რაზეც ისინი დუმდნენ? გარიგება იყო მარტივი, ამბობს ერთ-ერთი მონაწილე. შევარდნაძე იქნებოდა სახე, ლეგიტიმური ლიდერი, რომელსაც ეცნობოდა საერთაშორისო საზოგადოება. კიტოვანი და იოსელიანი იქნებოდნენ ძალა, რეალური ძალა, რომელიც აკონტროლებდა ქუჩებს, აკონტროლებდა არმიას, აკონტროლებდა ყველაფერს, რაც მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ ეს იყო მხოლოდ ოფიციალური ნაწილი. იყო კიდევ რაღაც, რაზეც არავინ არ საუბრობდა. საიდუმლო შეთანხმებები, საიდუმლო პირობები, საიდუმლო გარიგებები, რომლებიც განსაზღვრავდნენ საქართველოს მომავალს მომდევნო 10 წლეულების განმავლობაში. რა იყო ეს საიდუმლო პირობები? რატომ დუმდნენ კიტოვანი და იოსელიანი 30 წლის განმავლობაში? და რა იყო ის, რაც შევარდნაძემ დაპირა მათ, რაზეც არავინ არ იცოდა? პირველი თვეები იყო თაფლობის თვე. შევარდნაძე, კიტოვანი და იოსელიანი გამოდიოდნენ ერთად საჯარო ღონისძიებებზე. ისინი საუბრობდნენ ერთიანობაზე, საქართველოს აღდგენაზე, მშვიდობაზე. მაგრამ კულისებს მიღმა უკვე იწყებოდა ბზარები. შევარდნაძე იყო ძალიან ჭკვიანი, ამბობს მისი ყოფილი მრჩეველი. მან იცოდა, რომ კიტოვანი და იოსელიანი იყვნენ დროებითი მოკავშირეები. მან იცოდა, რომ ერთ დღეს მას მოუწევდა მათგან თავის დაღწევა. მაგრამ ჯერ მას სჭირდებოდა ისინი. სჭირდებოდა მათი ძალა, მათი კონტროლი, მათი ლეგიტიმაცია. კიტოვანი იყო პირველი, ვინც დაიწყო ეჭვი. ტენგიზი იყო სამხედრო ადამიანი, იხსენებს მისი ახლობელი. მას არ უყვარდა პოლიტიკური თამაშები. მას უყვარდა მკაფიო იერარქია, მკაფიო ბრძანებები, მკაფიო შედეგები. მაგრამ შევარდნაძესთან ყველაფერი იყო ბუნდოვანი. ყოველი გადაწყვეტილება, ყოველი შეთანხმება, ყოველი დაპირება იყო ბუნდოვანი. 1992 წლის ივნისში კიტოვანმა მოითხოვა შეხვედრა შევარდნაძესთან. პირადი შეხვედრა, მხოლოდ ისინი ორნი. ტენგიზმა უთხრა შევარდნაძეს, ედუარდ ამბროსის ძე, ჩვენ გვაქვს შეთანხმება. მაგრამ მე ვხედავ, რომ თქვენ იწყებთ თქვენი საკუთარი თამაშის თამაშს, ამბობს ადამიანი, რომელმაც მოისმინა ეს საუბარი. შევარდნაძემ უარყო. მან თქვა, ტენგიზ, ჩვენ ვართ პარტნიორები. მე არ ვაპირებ არაფერს თქვენს წინააღმდეგ. მაგრამ საქართველოს სჭირდება სტაბილურობა. სჭირდება ინსტიტუტები. სჭირდება არა მხოლოდ ძალა, არამედ კანონი. კიტოვანი გამოვიდა იმ შეხვედრიდან უფრო ეჭვიანი, ვიდრე შევიდა. მან იცოდა, რომ შევარდნაძე ემზადებოდა რაღაცისთვის, ამბობს მისი მრჩეველი. მაგრამ მან არ იცოდა რისთვის. და ეს იყო ის, რაც აშინებდა მას. იოსელიანი თამაშობდა უფრო ფრთხილად. თეთრი მელა არ აჩვენებდა თავის ბანკოებს. იგი აგრძელებდა თავისი მხედრობის გაძლიერებას, აგრძელებდა თავისი ეკონომიკური იმპერიის მშენებლობას, აგრძელებდა თავისი კავშირების გაფართოებას. ჯაბა იყო ბიზნესმენი, ამბობს მისი ყოფილი თანაშემწე. მისთვის პოლიტიკა იყო ბიზნესი. და ბიზნესში თქვენ არასოდეს ენდობით ერთ პარტნიორს. თქვენ ყოველთვის გაქვთ სარეზერვო გეგმა. იოსელიანის სარეზერვო გეგმა იყო მოსკოვი. იგი ინარჩუნებდა კავშირებს რუსულ სპეცსამსახურებთან, კავშირებს რუსულ ბიზნეს წრეებთან, კავშირებს, რომლებიც შეეძლო გამოეყენებინა, თუ შევარდნაძე გადაწყვეტდა მის წინააღმდეგ მოქმედებას. 1992 წლის სექტემბერში მოხდა პირველი ღია კონფლიქტი. შევარდნაძემ გამოაცხადა, რომ საქართველოს სჭირდებოდა რეფორმა თავდაცვის სექტორში. ჩვენ ვერ ვიქნებით თანამედროვე სახელმწიფო, თუ ჩვენი არმია არის ფრაგმენტირებული, თქვა მან. ეს იყო პირდაპირი შეტევა კიტოვანის პოზიციაზე. კიტოვანმა უპასუხა მკაცრად.
თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ არმია იყო ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც ფუნქციონირებდა საქართველოში. და რომ ნებისმიერი რეფორმა იქნებოდა საშიში, იხსენებს ჟურნალისტი, რომელიც აშუქებდა იმ მოვლენებს. მაგრამ შევარდნაძე არ გაჩერდა. იგი იწყებდა თავისი საკუთარი ძალების შექმნას. ახალი პოლიციის ერთეულები, ახალი სპეცსამსახურები, ახალი სტრუქტურები, რომლებიც იყვნენ ერთგულები პირდაპირ მისდამი. ედუარდ ამბროსისძე აშენებდა თავის იმპერიას, ამბობს ანალიტიკოსი. მან იცოდა, რომ კიტოვანი და იოსელიანი იყვნენ ძალიან ძლიერები. მაგრამ მან ასევე იცოდა, რომ მათი ძალა იყო მათი სისუსტე. რადგან ისინი ეყრდნობოდნენ ძალას, არა ლეგიტიმურობას. და ძალა შეიძლება დამარცხდეს. ლეგიტიმურობა კი რჩება. 1983 წლის დასაწყისში დაძაბულობა იყო აშკარა. კიტოვანი და იოსელიანი იკრიბებოდნენ ფარულ შეხვედრებზე. ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ შევარდნაძე არ ღვევდა შეთანხმებას, ამბობს ადამიანი, რომელიც დაესწრო ერთ ასეთ შეხვედრას. ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ მათ მოატყუეს. რომ შევარდნაძე იყენებდა მათ, რათა მიეღწია ძალაუფლებისთვის და ახლა ემზადებოდა მათგან თავის დაღწევისთვის. მაგრამ რა შეეძლოთ მათ? დაეწყოთ ახალი ომი. მოეცილებინათ ადამიანი, რომელსაც ეცნობოდა მთელი მსოფლიო. ეს იქნებოდა თვითმკვლელობა. შევარდნაძე კი აგრძელებდა თავისი გეგმის განხორციელებას. იგი აძლიერებდა კავშირებს დასავლეთთან, აძლიერებდა კავშირებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აძლიერებდა თავის პოზიციას როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი საქართველოში. მან თამაშობდა გრძელვადიან თამაშს, ამბობს მისი ყოფილი მრჩეველი. მან იცოდა, რომ კიტოვანი და იოსელიანი იყვნენ მოკლევადიანი მოთამაშეები. ისინი ფიქრობდნენ ძალაზე, კონტროლზე, დღევანდელ დღეზე. მაგრამ შევარდნაძე ფიქრობდა ხვალინდელ დღეზე, მომავალზე, ისტორიაზე. რა იყო ის, რაზეც ისინი შეთანხმდნენ 1992 წლის მარტში? რა იყო ის საიდუმლო პირობები, რომლებიც განსაზღვრავდნენ მათ ურთიერთობებს? და რატომ იწყებოდა ეს შეთანხმება დაშლა მხოლოდ 1 წლის შემდეგ? ეს იყო შეკითხვები, რომლებზეც პასუხი არავის ჰქონდა. მაგრამ პასუხები მალე მოვიდოდა. და ისინი იქნებოდნენ უფრო შოკის მომგვრელი, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. 1993 წლის ზაფხული იყო გადამწყვეტი. აფხაზეთში იწყებოდა ომი. საქართველო იყო კიდევ ერთი კრიზისის ზღვარზე. და კიტოვანი, იოსელიანი და შევარდნაძე იყვნენ იძულებულნი კვლავ ითანამშრომლონ. მაგრამ ეს თანამშრომლობა იყო უკვე სხვა. ეს იყო თანამშრომლობა ეჭვით, თანამშრომლობა შიშით, თანამშრომლობა იმ ცოდნით, რომ ერთ დღეს ერთ-ერთი მათგანი უნდა დამარცხდეს. კითხვა იყო, ვინ იქნებოდა ეს? და როდის მოვიდოდა ეს დღე? აფხაზეთის ომი შეცვალა ყველაფერს. 1993 წლის აგვისტოში, როცა ქართული ჯარები შევიდნენ სოხუმში, კიტოვანი, იოსელიანი და შევარდნაძე იყვნენ ერთად საომარ საბჭოზე. ეს იყო ბოლო მომენტი, როცა ისინი რეალურად თანამშრომლობდნენ, ამბობს გენერალი, რომელიც იმ შეხვედრას ესწრებოდა. მაგრამ უკვე იმ ოთახში იგრძნობოდა, რომ თითოეული მათგანი თამაშობდა საკუთარ თამაშს. კიტოვანი უნდოდა სამხედრო გამარჯვება, რომელიც გააძლიერებდა მის პოზიციას. იოსელიანი უნდოდა კონტროლი აფხაზეთის ეკონომიკურ რესურსებზე. შევარდნაძე კი უნდოდა საერთაშორისო მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია როგორც ლიდერი, რომელიც იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. სამი განსხვავებული მიზანი. სამი განსხვავებული სტრატეგია. და ერთი ომი, რომელიც უნდა გამოეყენებინათ თავიანთი ინტერესებისთვის. რა ხდებოდა რეალურად იმ საომარ საბჭოებზე? რა გადაწყვეტილებები მიიღეს, რომლებზეც არასოდეს ისაუბრეს საჯაროდ? და ვინ იყო პასუხისმგებელი იმ კატასტროფაზე, რომელიც მოჰყვა? პირველი ორი თვე ომისა იყო წარმატებული ქართული ჯარებისთვის. კიტოვანის ძალები აკონტროლებდნენ სოხუმს და მის შემოგარენს. მხედრობა იოსელიანისა იყო განლაგებული სტრატეგიულ პუნქტებში. ყველაფერი გამოიყურებოდა კარგად. მაგრამ კულისებს მიღმა უკვე იწყებოდა პრობლემები. კიტოვანი და იოსელიანი არ კოორდინირებდნენ თავიანთ მოქმედებებს, იხსენებს ოფიცერი, რომელიც იმ დროს იყო ფრონტზე. თითოეული მათგანი აძლევდა ბრძანებებს თავის ჯარებს, ხშირად ერთმანეთთან წინააღმდეგობაში. ეს იყო არა ერთი არმია, არამედ ორი კერძო არმია, რომლებიც ომობდნენ ერთსა და იმავე მტერთან, მაგრამ არ ენდობოდნენ ერთმანეთს. შევარდნაძე ცდილობდა კოორდინაციას. იგი იკრიბებდა ყოველდღიურ შეხვედრებს, ითხოვდა ანგარიშებს, აძლევდა დირექტივებს. მაგრამ რეალურად მას არ ჰქონდა კონტროლი.
ედუარდ ამბროსის ძე იყო პრეზიდენტი, მაგრამ არა მთავარსარდალი, ამბობს მისი ყოფილი მრჩეველი. რეალური ძალა ფრონტზე იყო კიტოვანისა და იოსელიანის ხელში. და ისინი იყენებდნენ ამ ძალას არა მხოლოდ აფხაზების წინააღმდეგ, არამედ ერთმანეთის წინააღმდეგაც. 1983 წლის სექტემბერში მოხდა პირველი სერიოზული ინციდენტი. კიტოვანის ჯარებმა დაბლოკეს გზა, რომელზეც მხედრობა აწვდიდა მარაგებს. ეს იყო პირდაპირი საბოტაჟი, ამბობს იოსელიანის ყოფილი თანაშემწე. ტენგიზი ცდილობდა გვეჩვენებინა, ვინ იყო რეალური ბოსი. იოსელიანმა უპასუხა თავისი გზით. მისმა ადამიანებმა დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება, რომ კიტოვანის ჯარები ეწეოდნენ ძარცვას და ძალადობას სოხუმში. ეს იყო ინფორმაციული ომი, იხსენებს ჟურნალისტი. თითოეული მათგანი ცდილობდა დაეკომპრომიტირებინა მეორე. და შევარდნაძე იყო შუაში, ვერ შეეძლო არც ერთის გაკონტროლება, მაგრამ დამოკიდებული ორივეზე. ეს იყო რეცეპტი კატასტროფისთვის. და კატასტროფა მოვიდა 1983 წლის სექტემბრის ბოლოს. როცა აფხაზური ძალები რუსული მხარდაჭერით დაიწყეს კონტრშეტევა, ქართული თავდაცვა ჩამოიშალა. არ იყო კოორდინაცია, არ იყო ერთიანი სარდლობა, არ იყო გეგმა, ამბობს გენერალი. კიტოვანის ჯარები უკან იხევდნენ ერთი მიმართულებით, მხედრობა სხვა მიმართულებით. ზოგიერთი ერთეული საერთოდ მიატოვა პოზიციები უბრძანებლად. 1983 წლის სექტემბრის 27 დღეს სოხუმი დაეცა. ეს იყო ტრაგედია ქართველი ხალხისთვის. მაგრამ ეს იყო ასევე პოლიტიკური კატასტროფა კიტოვანისთვის, იოსელიანისთვის და შევარდნაძისთვის. ყველა ადანაშაულებდა ერთმანეთს, იხსენებს პარლამენტის წევრი. კიტოვანი ამბობდა, რომ იოსელიანის ადამიანებმა გაიქცნენ პირველებმა. იოსელიანი ამბობდა, რომ კიტოვანმა არ უზრუნველყო საკმარისი მხარდაჭერა. შევარდნაძე ამბობდა, რომ ორივე მათგანი არ დაემორჩილა მის ბრძანებებს. მაგრამ რეალურად ვინ იყო პასუხისმგებელი? დოკუმენტები, რომლებიც გამოჩნდა წლების შემდეგ, აჩვენებს რთულ სურათს. იყო შეხვედრა 1983 წლის სექტემბრის მე-15 დღეს, ამბობს ისტორიკოსი, რომელმაც შეისწავლა ეს არქივები. შეხვედრა, სადაც კიტოვანი, იოსელიანი და შევარდნაძე განიხილავდნენ სიტუაციას. და იმ შეხვედრაზე მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავდა სოხუმის ბედს. რა იყო ეს გადაწყვეტილება? ოფიციალური ვერსიით, ისინი შეთანხმდნენ გააძლიერონ თავდაცვა და მოელოდნენ საერთაშორისო მხარდაჭერას. მაგრამ არაოფიციალური წყაროები ამბობენ სხვა ისტორიას. იყო საუბარი უკან დახევაზე, ამბობს ადამიანი, რომელიც იმ შეხვედრას ესწრებოდა. საუბარი იმაზე, რომ სოხუმის შენარჩუნება იყო ძალიან ძვირი. რომ უმჯობესი იქნებოდა უკან დახევა და შენარჩუნება ძალების დანარჩენი ნაწილისთვის. ეს იყო სტრატეგიული გადაწყვეტილება? თუ ეს იყო პოლიტიკური გამოთვლა? რადგან თუ სოხუმი დაეცემოდა, ყველა იქნებოდა დამნაშავე. და ყველას მოუწევდა ერთმანეთზე დამოკიდებულება, რათა გადარჩენილიყო. შევარდნაძე იყო პირველი, ვინც გაიგო, როგორ გამოეყენებინა ეს კატასტროფა. ედუარდ ამბროსის ძე გამოვიდა ტელევიზიით და განაცხადა, რომ სოხუმის დაცემა იყო ტრაგედია, მაგრამ რომ საქართველო გააგრძელებდა ბრძოლას, იხსენებს ჟურნალისტი. მაგრამ მან ასევე თქვა, რომ საჭირო იყო რეფორმები თავდაცვის სექტორში. რომ საჭირო იყო ერთიანი სარდლობა. რომ საჭირო იყო პროფესიონალური არმია, არა კერძო ჯარები. ეს იყო პირდაპირი შეტევა კიტოვანისა და იოსელიანის წინააღმდეგ. და ისინი ამას იგებდნენ. ტენგიზი იყო გაბრაზებული, ამბობს მისი ახლობელი. მან თქვა, ჩვენ ვიბრძოდით, ჩვენ დავკარგეთ ადამიანები და ახლა შევარდნაძე გვადანაშაულებს. ეს იყო ღალატი. იოსელიანი იყო უფრო გაანალიზებული. ჯაბა მიცოდა, რომ ეს იყო დასაწყისი ბოლოსი, ამბობს მისი ყოფილი მრჩეველი. მან იცოდა, რომ შევარდნაძე გამოიყენებდა სოხუმის დაცემას, რათა გაეთავისუფლებინა მათგან. და მან იცოდა, რომ მას სჭირდებოდა გეგმა. 1983 წლის ოქტომბერში კიტოვანი და იოსელიანი შეხვდნენ პირადად. პირველად თვეების განმავლობაში ისინი საუბრობდნენ არა როგორც კონკურენტები, არამედ როგორც მოკავშირეები საერთო მტრის წინააღმდეგ. იმ შეხვედრაზე ისინი შეთანხმდნენ, ამბობს ადამიანი, რომელმაც მოისმინა ეს საუბარი. შეთანხმდნენ, რომ შევარდნაძე იყო საფრთხე მათთვის ორივესთვის. რომ მან გამოიყენა ისინი, რათა მიეღწია ძალაუფლებისთვის და ახლა ცდილობდა მათგან თავის დაღწევას. და რომ მათ უნდა მოექცნენ, სანამ ძალიან გვიან არ იქნებოდა. მაგრამ როგორ? როგორ შეეძლოთ მოქმედება პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომელსაც ჰქონდა საერთაშორისო მხარდაჭერა?
როგორ შეეძლოთ მოქმედება ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც აშენებდა თავის საკუთარ ძალებს? პასუხი იყო, ისინი ვერ შეეძლოთ. არა პირდაპირ. მაგრამ ისინი შეეძლოთ მოლაპარაკება. 1983 წლის ნოემბერში მოხდა საიდუმლო შეხვედრა. შეხვედრა, რომელზეც არავინ არ საუბრობდა ოფიციალურად, მაგრამ რომელიც იყო ცნობილი ყველასთვის, ვინც იყო ახლოს ძალაუფლებასთან. კიტოვანმა, იოსელიანმა და შევარდნაძემ შეხვდნენ დახურულ კარს მიღმა, ამბობს ყოფილი პარლამენტის წევრი. არავინ არ იცის ზუსტად რაზე ისაუბრეს. მაგრამ შედეგები იყო აშკარა. კიტოვანი და იოსელიანი დარჩებოდნენ თავიანთ პოზიციებზე. მაგრამ ისინი აღარ იქნებოდნენ რეალური ძალა. ისინი იქნებოდნენ ფიგურები, სიმბოლოები, მაგრამ არა რეალური მოთამაშეები. რა მიიღეს ისინი სანაცვლოდ? რა დაპირდა შევარდნაძე მათ, რათა დათანხმებულიყვნენ ამ გარიგებაზე? იყო საუბარი ფულზე, ამბობს ბიზნესმენი, რომელიც იმ დროს იყო ახლოს იოსელიანთან. საუბარი იმაზე, რომ კიტოვანი და იოსელიანი მიიღებდნენ კონტროლს გარკვეულ ეკონომიკურ სექტორებზე. რომ მათ ექნებოდათ თავიანთი ბიზნესები, თავიანთი შემოსავლები, თავიანთი იმპერიები. მაგრამ არა პოლიტიკურ ძალას. ეს იყო კლასიკური გარიგება. ძალაუფლება სანაცვლოდ სიმდიდრისა. პოლიტიკური გავლენა სანაცვლოდ ეკონომიკური კონტროლისა. შევარდნაძე იყო ოსტატი ასეთ გარიგებებში, ამბობს ანალიტიკოსი. მან იცოდა, რომ ადამიანები, როგორიცაა კიტოვანი და იოსელიანი, საბოლოოდ ყოველთვის ირჩევდნენ ფულს ძალაუფლებაზე. რადგან ფული იყო უფრო უსაფრთხო, უფრო სტაბილური, უფრო გრძელვადიანი. მაგრამ იყო კიდევ რაღაც, რაზეც არავინ არ საუბრობდა. იყო საუბარი იმუნიტეტზე, ამბობს იურისტი, რომელიც მუშაობდა იმ დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. საუბარი იმაზე, რომ კიტოვანი და იოსელიანი არასოდეს დაისჯებოდნენ იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც შესაძლოა ჩაედინათ ომის დროს. რომ ისინი იქნებოდნენ დაცულები, თუ დათანხმდებოდნენ უკან გადგომას. ეს იყო გარანტია, რომ მათი წარსული არ დაედევნებოდათ. გარანტია, რომ ისინი შეეძლოთ ცხოვრება მშვიდობიანად, სიმდიდრით, ძალაუფლების გარეშე, მაგრამ თავისუფლებით. კიტოვანი დათანხმდა პირველი. ტენგიზი იყო დაღლილი, ამბობს მისი ახლობელი. დაღლილი ომით, დაღლილი პოლიტიკით, დაღლილი მუდმივი ბრძოლით. მან უნდოდა მშვიდობა. და თუ მშვიდობა ნიშნავდა უკან გადგომას, მაშინ ის იყო მზად. 1984 წლის იანვარში კიტოვანმა გადადგა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან. ოფიციალური მიზეზი იყო ჯანმრთელობის პრობლემები. რეალური მიზეზი იყო გარიგება შევარდნაძესთან. ტენგიზმა მიიღო თავისი კომპენსაცია, ამბობს ბიზნესმენი. მან მიიღო კონტროლი რამდენიმე მომგებიან ბიზნესზე. და მან მიიღო გარანტია, რომ არავინ არ შეეხებოდა მას. იოსელიანი გააგრძელა თამაში უფრო დიდხანს. თეთრი მელა არ იყო მზად დანებებისთვის ისე ადვილად. ჯაბა ფიქრობდა, რომ მას შეეძლო შენარჩუნება თავისი გავლენისა, ამბობს მისი ყოფილი მრჩეველი. მან ფიქრობდა, რომ მხედრობა იყო ძალიან ძლიერი, ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შევარდნაძეს შეეძლო მისი გაუქმება. მაგრამ შევარდნაძე იყო მომთმენი. იგი ელოდა სწორ მომენტს. და ეს მომენტი მოვიდა 1984 წლის შემოდგომაზე. სექტემბერში მოხდა ინციდენტი. მხედრობის წევრები დააკავეს პოლიციის საპატრულო მანქანა. ეს იყო პროვოკაცია, ამბობს პოლიციის ოფიცერი. პროვოკაცია, რომელიც უნდა გამოეყენებინა შევარდნაძეს. და მან გამოიყენა. პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ მხედრობა იყო უკანონო შეიარაღებული ფორმირება და რომ იგი უნდა გაუქმებულიყო. ეს იყო ულტიმატუმი, ამბობს ანალიტიკოსი. ულტიმატუმი იოსელიანისთვის, ან დათანხმდება ყოფლობით, ან იძულებით გააუქმებენ. იოსელიანმა ცადა წინააღმდეგობა. მან მოუწოდა თავის ადამიანებს მოამზადა თავდაცვა, ცადა მოლაპარაკება. მაგრამ იყო ძალიან გვიან. 1984 წლის დეკემბერში სპეციალური ძალები შეიჭრნენ მხედრობის ბაზებში. ეს იყო სწრაფი ოპერაცია, იხსენებს ოფიცერი. არ იყო დიდი წინააღმდეგობა. რადგან იოსელიანის ადამიანებმა იცოდნენ, რომ ბრძოლა იქნებოდა თვითმკვლელობა. იოსელიანი დააკავეს. ოფიციალური ბრალდება იყო უკანონო შეიარაღებული ფორმირების ხელმძღვანელობა. რეალური მიზეზი იყო, რომ მან არ დათანხმდა გარიგებაზე დროულად. ჯაბა გააკეთა შეცდომა, ამბობს მისი ყოფილი თანაშემწე. მან იფიქრა, რომ მას შეეძლო თამაში შევარდნაძესთან.
მაგრამ შევარდნაძე იყო უკეთესი მოთამაშე. რა მოხდა იმ საიდუმლო გარიგებასთან, რომელიც გაფორმდა 1992 წლის მარტში? რატომ ჩამოიშალა ის 2 წელიწადში? და ვინ იყო რეალური გამარჯვებული ამ თამაშში? ეს იყო შეკითხვები, რომლებზეც პასუხები იწყებდა გამოჩენას. მაგრამ ისინი იყვნენ უფრო რთული, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. რადგან ეს არ იყო მხოლოდ ისტორია 3 კაცის შესახებ. ეს იყო ისტორია ძალაუფლების, ღალატის და გადარჩენის შესახებ. ისტორია, რომელიც განსაზღვრავდა საქართველოს მომავალს მომდევნო 10 წლეულების განმავლობაში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც იცის ყველაფერი. ყველა საიდუმლო შეხვედრა, ყველა ფარული გარიგება, ყველა დაპირება, რომელიც არასოდეს შესრულდა. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უნდა აირჩიოთ, გაამჟღავნოთ ეს ჭეშმარიტება და დააკარგოთ ყველაფერი, ან შეინარჩუნოთ დუმილი და იცხოვროთ ტყუილში. 1985 წლიდან 1989 წლამდე 10-ზე მეტმა ადამიანმა, რომლებიც იყვნენ ახლოს კიტოვანთან, იოსელიანთან და შევარდნაძესთან, გააკეთა ეს არჩევანი. ზოგიერთმა აირჩია დუმილი. ზოგიერთმა აირჩია ემიგრაცია. 2-მა აირჩია თვითმკვლელობა. რატომ? რას იცოდნენ ისინი, რაც იყო ისეთი საშიში, რომ სიკვდილი ჩანდა უკეთეს ვარიანტად? და რა იყო ის საიდუმლო დოკუმენტი, რომელიც გაქრა 1986 წლის მარტში, დოკუმენტი, რომელშიც იყო ჩაწერილი ყველა დეტალი იმ ორიგინალური პაქტისა. 1985 წელი იყო წელი, როცა შევარდნაძე აგრძელებდა თავისი იმპერიის მშენებლობას. კიტოვანი იყო უკვე გარეთ ძალაუფლებიდან, ცხოვრობდა მშვიდად თავის ბიზნესებით. იოსელიანი იყო ციხეში, მაგრამ არა იზოლირებული. ჯაბას ჰქონდა კავშირები ციხის გარეთაც, ამბობს ყოფილი პატიმარი, რომელიც იმ დროს იყო იმავე დაწესებულებაში. მას ჰქონდა ვიზიტორები, ჰქონდა ტელეფონები, ჰქონდა გზები ინფორმაციის მიღებისა და გაგზავნისა. იგი იყო ციხეში, მაგრამ არა უძლური. და იოსელიანი იყენებდა ამ კავშირებს. იგი აგროვებდა ინფორმაციას, აგროვებდა მტკიცებულებებს, აგროვებდა ყველაფერს, რაც შეეძლო გამოეყენებინა ერთ დღეს. თეთრმა მელამ ინახავდა დოკუმენტები. დოკუმენტები იმ შეხვედრების შესახებ, იმ გარიგებების შესახებ, იმ დაპირებების შესახებ. ჯაბა იყო ძალიან ფრთხილი ადამიანი, ამბობს მისი ყოფილი იურისტი. მან ყოველთვის ინახავდა ასლებს, ყოველთვის ინახავდა მტკიცებულებებს. მან იცოდა, რომ ერთ დღეს ეს დოკუმენტები შეიძლება გამხდარიყო მისი სიცოცხლის გადამრჩენელი. 1985 წლის ივლისში იოსელიანმა გაგზავნა შეტყობინება შევარდნაძისთვის. არაოფიციალური წერილი, არამედ ზეპირი შეტყობინება თავისი ადვოკატის მეშვეობით. შეტყობინება იყო მარტივი, მე მაქვს ყველაფერი. ყველა დოკუმენტი. ყველა ჩანაწერი. ყველა მტკიცებულება იმისა, რაზეც ჩვენ შევთანხმდით 1992 წლის მარტში. შევარდნაძის რეაქცია იყო სწრაფი. ედუარდ ამბროსის ძემ გაგზავნა თავისი ადამიანები, ამბობს ყოფილი უშიშროების ოფიცერი. ადამიანები, რომლებმაც უნდა გაერკვიათ, რა ზუსტად ჰქონდა იოსელიანს, სად ინახებოდა ეს დოკუმენტები და ვინ იცოდა მათ შესახებ. ეს იყო დასაწყისი ოპერაციისა, რომელიც გაგრძელდებოდა თვეების განმავლობაში. ოპერაცია, რომლის მიზანი იყო იმ დოკუმენტების პოვნა და განადგურება, რომლებიც შეეძლო დაემხო შევარდნაძის ლეგიტიმურობა. ისინი ეძებდნენ ყველგან იხსენებს იოსელიანის ყოფილი თანაშემწე. იოსელიანის სახლში, მისი ოჯახის წევრების სახლებში, მისი ბიზნეს პარტნიორების ოფისებში. მაგრამ ვერაფერი იპოვეს. რატომ? რადგან იოსელიანი იყო ძალიან ჭკვიანი. ჯაბამ გადასცა დოკუმენტები ადამიანს, რომელსაც არავინ არ იცოდა, ამბობს მისი ახლობელი. ადამიანს, რომელიც არ იყო ნაწილი მისი ორგანიზაციისა, არ იყო ნაწილი მისი ოჯახისა, არ იყო ნაწილი მისი ბიზნესისა. ადამიანს, რომელიც იყო უბრალო მოქალაქე, რომელსაც ჯაბა ენდობოდა აბსოლუტურად. ვინ იყო ეს ადამიანი? არავინ არ იცის დღემდე. ან უფრო სწორად, ვინც იცის, არ საუბრობს. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლოება იმ პერიოდისა, ამბობს ისტორიკოსი. ვინ იყო ის ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ყველაზე საშიში დოკუმენტები საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, 1986 წლის მარტში მოხდა რაღაც უცნაური. იოსელიანს ციხეში ჰქონდა გულის შეტევა. ეს არ იყო ბუნებრივი გულის შეტევა, ამბობს ექიმი, რომელმაც მკურნალობდა მას. სიმპტომები იყო უცნაური. ანალიზები აჩვენებდა რაღაც, რაც არ უნდა ყოფილიყო იქ. იოსელიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში. და იქ, საავადმყოფოში, მას ჰქონდა ვიზიტორი.
ვიზიტორი, რომელიც არ იყო რეგისტრირებული ოფიციალურად. ეს იყო ადამიანი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ამბობს მედდა, რომელიც იმ დღეს მუშაობდა. მან შევიდა პალატაში, დახურა კარი და იყო იქ 20 წუთი. როცა გამოვიდა, მისი სახე იყო ძალიან სერიოზული. რაზე ისაუბრეს ისინი? იოსელიანი არასოდეს არ უთქვამს. მაგრამ ადამიანები, რომლებიც იყვნენ ახლოს მასთან, ამბობენ, რომ იმ შეხვედრის შემდეგ რაღაც შეიცვალა. ჯაბა გახდა უფრო მშვიდი, ამბობს მისი ახლობელი. მან შეწყვიტა საუბარი დოკუმენტებზე. მან შეწყვიტა საუბარი შურისძიებაზე. როგორც რომ მან მიიღო რაღაც, რაც აკმაყოფილებდა მას. რა იყო ეს? ახალი გარიგება? ახალი დაპირება? თუ მუქარა, რომელიც იყო ისეთი სერიოზული, რომ იოსელიანმა გადაწყვიტა დუმილი? არავინ არ იცის, ამბობს ანალიტიკოსი. მაგრამ ფაქტია, რომ იმ დღის შემდეგ იოსელიანი არასოდეს აღარ ისაუბრა იმ დოკუმენტებზე საჯაროდ. კიტოვანი იყო უფრო ღია. 1986 წლის ზაფხულში ინტერვიუში ერთ-ერთ უცხოურ გამოცემასთან მან თქვა რაღაც საინტერესო. ჟურნალისტმა ჰკითხა მას, რატომ დატოვეთ ძალაუფლება. და ტენგიზმა უპასუხა, რადგან მე მივიღე ის, რაც მინდოდა, იხსენებს ის ჟურნალისტი. როცა ვკითხე, რა იყო ეს? მან მხოლოდ გაიღიმა და თქვა, ერთ დღეს ყველაფერი გახდება ცნობილი. მაგრამ ეს დღე არასოდეს მოსულა. კიტოვანი გარდაიცვალა 2003 წელს. იოსელიანი გარდაიცვალა 2015 წელს. შევარდნაძე გარდაიცვალა 2014 წელს. სამივე მათგანი წავიდა საფლავში თავიანთი საიდუმლოებებით. მაგრამ დოკუმენტები, რომლებზეც იოსელიანი საუბრობდა, სად არიან ისინი დღეს? ეს არის $1 მილიონ კითხვა, ამბობს ისტორიკოსი. არსებობს თეორიები. ზოგიერთი ამბობს, რომ ისინი განადგურდა. ზოგიერთი ამბობს, რომ ისინი არის რუსეთის სპეცსამსახურების არქივებში. ზოგიერთი ამბობს, რომ ისინი არის დასავლეთის დაზვერვის სააგენტოებში. და ზოგიერთი ამბობს, რომ ისინი ჯერ კიდევ არის საქართველოში, ინახება ადამიანის მიერ, რომელიც ელოდება სწორ მომენტს მათ გამოსაქვეყნებლად. რომელი თეორია არის სწორი? არავინ არ იცის. მაგრამ ფაქტია, რომ ეს დოკუმენტები, თუ ისინი არსებობენ, შეიცავენ ჭეშმარიტებას იმ პაქტის შესახებ, რომელმაც შეცვალა საქართველოს ისტორია. რა იყო ამ პაქტში? რა პირობები იყო ჩაწერილი იმ დოკუმენტებში? ყოფილი თანამშრომლები იძლევიან ნაწილობრივ პასუხებს. პირველი პირობა იყო ძალაუფლების გაყოფა, ამბობს ერთ-ერთი მათგანი. შევარდნაძე იქნებოდა პრეზიდენტი, ოფიციალური ლიდერი. კიტოვანი აკონტროლებდა არმიას. იოსელიანი აკონტროლებდა პარალელურ სტრუქტურებს. ეს იყო სამკუთხედი ძალაუფლებისა. მეორე პირობა იყო ეკონომიკური. თითოეული მათგანი მიიღებდა კონტროლს გარკვეულ სექტორებზე, ამბობს ბიზნესმენი. შევარდნაძე, ენერგეტიკა და საერთაშორისო ვაჭრობა. კიტოვანი, სამხედრო კონტრაქტები და უსაფრთხოების სექტორი. იოსელიანი, ტრანსპორტი და ზოგიერთი სხვა ბიზნესი. მესამე პირობა იყო საგარეო პოლიტიკა. შევარდნაძე ჰქონდა თავისუფალი ხელი ურთიერთობებში დასავლეთთან, ამბობს დიპლომატი. მაგრამ ურთიერთობები რუსეთთან უნდა განხილულიყო სამივე მათგანთან. რადგან კიტოვანი და იოსელიანი ჰქონდათ თავიანთი კავშირები მოსკოვთან და ისინი არ უნდოდათ ამ კავშირების დაკარგვა. მეოთხე პირობა იყო იმუნიტეტი. არავინ არ დაისჯებოდა იმისთვის, რაც მოხდა გამსახურდიას დროს, ამბობს იურისტი. არავინ არ დაისჯებოდა იმისთვის, რაც მოხდა აფხაზეთის ომის დროს. ეს იყო ზოგადი ამნისტია ყველასთვის, ვინც იყო ნაწილი ამ გარიგებისა. მაგრამ იყო მეხუთე პირობა. პირობა, რომელზეც არავინ არ საუბრობდა ოფიციალურად. იყო შეთანხმება იმის შესახებ, რა მოხდებოდა, თუ ერთ-ერთი მათგანი დაარღვევდა პაქტს, ამბობს ადამიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ წაიკითხა ეს დოკუმენტი. იყო მექანიზმი, როგორ უნდა მოეხდინათ ერთმანეთის მოცილება. იყო პროცედურა, როგორ უნდა გაენაწილებინათ აქტივები. იყო გეგმა, როგორ უნდა შეენარჩუნებინათ სტაბილურობა, თუ ერთ-ერთი მათგანი გადაწყვეტდა გასვლას ან იძულებით გაასვლიდნენ. ეს იყო არა მხოლოდ გარიგება ძალაუფლების შესახებ. ეს იყო გარიგება გადარჩენის შესახებ. გარიგება იმის შესახებ, როგორ სამივე მათგანს შეეძლო ცხოვრება და შენარჩუნება თავიანთი გავლენისა პოსტსაბჭოთა საქართველოს ქაოსში. ეს იყო ბრწყინვალე გეგმა, ამბობს პოლიტოლოგი.
გეგმა, რომელიც შეეძლო მუშაობა, თუ სამივე მათგანი იქნებოდა ერთგული. მაგრამ პრობლემა იყო, რომ არც ერთი მათგანი არ იყო რეალურად ერთგული. თითოეული მათგანი თამაშობდა საკუთარ თამაშს. თითოეული მათგანი ელოდა მომენტს, როცა შეეძლებოდა მეორეების მოცილება და ყველა ძალაუფლების აღება. შევარდნაძე იყო პირველი, ვინც მოქმედა. ედუარდ ამბროსისძემ გაიგო, რომ მას ჰქონდა საერთაშორისო ლეგიტიმურობა, რაც არ ჰქონდათ კიტოვანს და იოსელიანს, ამბობს ანალიტიკოსი. და მან გამოიყენა ეს უპირატესობა. მან ნელ-ნელა აშენა თავისი საკუთარი სტრუქტურები, თავისი საკუთარი ძალები, თავისი საკუთარი ქსელი. და როცა იგი იყო საკმარისად ძლიერი, მან მოაცილა კიტოვანი და იოსელიანი. მაგრამ ეს მოცილება არ იყო სრული. შევარდნაძემ არ განადგურა ისინი, ამბობს ისტორიკოსი. მან მათ მისცა გზა გასასვლელად. მან მათ მისცა ფული, ბიზნესები, კომფორტული ცხოვრება. რადგან მან იცოდა, რომ თუ მან სცადა მათი სრული განადგურება, ისინი შეეძლოთ გამოეყენებინათ ის დოკუმენტები, ის საიდუმლოებები, ის მტკიცებულებები, რომლებიც ჰქონდათ. ეს იყო მექსიკური პატი. სიტუაცია, სადაც არც ერთს არ შეეძლო მოკლა მეორე, რადგან ეს ნიშნავდა საკუთარ სიკვდილსაც. ისინი იყვნენ მიბმულნი ერთმანეთთან, ამბობს პოლიტოლოგი. მიბმულნი საიდუმლოებებით, მიბმულნი დანაშაულებებით, მიბმულნი ისტორიით. და ეს კავშირი გაგრძელდა მათი სიცოცხლის ბოლომდე. რა იყო ის, რაზეც ისინი რეალურად დუმდნენ? რა იყო ის საიდუმლოება, რომელიც იყო ისეთი დიდი, რომ სამივე მათგანმა წაიღო იგი საფლავში? ზოგიერთი ამბობს, რომ ეს იყო ფული. საუბარია მილიონებზე, შესაძლოა მილიარდებზე, ამბობს ეკონომისტი. ფული, რომელიც გადავიდა საქართველოდან იმ წლებში. ფული, რომელიც გაიყო მათ შორის. ფული, რომლის წყარო არასოდეს გამოვლინდა. ზოგიერთი ამბობს, რომ ეს იყო დანაშაულები. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც გაქრნენ, ამბობს ჟურნალისტი. ადამიანებზე, რომლებიც მოკლეს. ადამიანებზე, რომლებიც წამებულ იქნენ. დანაშაულებები, რომლებშიც სამივე მათგანი იყო ჩართული, პირდაპირ ან ირიბად. ზოგიერთი ამბობს, რომ ეს იყო საგარეო ძალები. საუბარია გარიგებებზე რუსეთთან, ამბობს დიპლომატი. გარიგებებზე, რომლებიც გაფორმდა იმ წლებში. გარიგებებზე, რომლებმაც განსაზღვრა საქართველოს მომავალი. გარიგებებზე, რომლებზეც ქართველი ხალხი არასოდეს არ იცოდა. და ზოგიერთი ამბობს, რომ ეს იყო უბრალოდ ძალაუფლება. საუბარია იმაზე, როგორ სამი ადამიანი გაიყო ქვეყანა, ამბობს ანალიტიკოსი. როგორ მათ გადაწყვიტეს, ვინ მიიღებდა რას. როგორ მათ შექმნეს სისტემა, რომელიც არ იყო დემოკრატია, არამედ ოლიგარქია. სისტემა, რომელშიც ძალაუფლება არ ეკუთვნოდა ხალხს, არამედ მცირე ჯგუფს, რომელიც გააკონტროლებდა ყველაფერს. რომელი ვერსია არის სწორი? შესაძლოა ყველა. შესაძლოა არც ერთი? რადგან ჭეშმარიტება, როგორც ყოველთვის, არის უფრო რთული, ვიდრე ნებისმიერი ერთი ახსნა. ის, რაც მოხდა 1992 წლის მარტში, იყო არამხოლოდ პოლიტიკური გარიგება, ამბობს ისტორიკოსი. ეს იყო ფუნდამენტური გადაწყვეტილება იმის შესახებ, რა სახის ქვეყანა იქნებოდა საქართველო. გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს სამი ადამიანი დახურულ კარს მიღმა, გადაწყვეტილება, რომელზეც ქართველ ხალხს არასოდეს არ ჰქონია საუბრის უფლება. და ეს გადაწყვეტილება განსაზღვრა საქართველოს მომავალი მომდევნო 10 წლეულების განმავლობაში. დღეს 30-ზე მეტი წლის შემდეგ ჩვენ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ იმ გადაწყვეტილების შედეგებში. ჩვენ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ სისტემაში, რომელიც შეიქმნა იმ დღეებში. სისტემაში, სადაც ძალაუფლება არის კონცენტრირებული მცირე ჯგუფის ხელში. სისტემაში, სადაც გარიგებები კეთდება დახურულ კარს მიღმა. სისტემაში, სადაც ხალხი იგებს ჭეშმარიტებას მხოლოდ წლების შემდეგ, თუ საერთოდ იგებს. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს? რამდენ ხანს ვიცხოვრებთ ჩვენ იმ საიდუმლო პაქტის ჩრდილში, რომელიც გაფორმდა 1992 წლის მარტში? და რა მოხდება, თუ ერთ დღეს ის დოკუმენტები, რომლებზეც იოსელიანი საუბრობდა, რეალურად გამოჩნდება?